რუსეთთან კავშირის ბრალდება, როგორც არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ Deep State-ის, ანუ გლობალური ომის პარტიის ინსტრუმენტი, არამორჩილი პოლიტიკური ძალების წინააღმდეგ. საფრანგეთი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერს და მთავარ საპრეზიდენტო კანდიდატს მარინ ლე პენს წლებია რუსეთთან კავშირს აბრალებენ. რა კავშირები აქვს მარინ ლე პენს ვლადიმერ პუტინის რუსეთთან? თქვენ დამოკიდებული ხართ რუსულ ძალაზე და პუტინზე. თუმცა მარინ ლე პენს ვერც რუსული დაფინანსება და ვერც რუსული კავშირები ვერ დაუმტკიცდა. საპრეზიდენტო არჩევნებიდან კი ევროპარლამენტის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საბაბით მოხსნეს. გერმანიის რეიტინგით ყველაზე პოპულარული და მემარჯვენე ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგაც მთავარი ბრალდება რუსეთთან კავშირებია, თუმცა ფაქტები არ არსებობს. პრორუსული და ანტიამერიკული პარტიები გერმანიის მომავალ არჩევნებში სავარაუდოდ ხმების მეოთხედს მოიპოვებენ, თუ არა მეტს. მათ შორის არის მემარჯვენე რადიკალური პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის. მოლდოვა პრორუსად რაცხავენ ოპოზიციას და იცავენ საკუთარ პროტეჟეს, პრეზიდენტ მაია სანდუს. საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთი სანდუს კონკურენტისთვის 300,000 ხმის ყიდვაში დაადანაშაულეს, თუმცა გამოძიებამ ვერაფერი დაადგინა. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ხმის მიცემა უპრეცედენტო ჩარევისა და დაშინების ფონზე გაიმართა რუსეთისა და მისი წარმომადგენლების მხრიდან. რუმინეთი საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააუქმეს. ბრალდება გამოგონილი რუსული ჩარევა არჩევნებში. რუსული მხარის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატისთვის TikTok რეკლამის ყიდვა, რაც ოფიციალურად არავის დაუდასტურებია. პირველ ტურში გამარჯვებულ ჯორჯესკუს პრორუსის იარლიყი მიაკრეს და არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს. მე ვხედავ მაგალითებს რუმინეთიდან, მაგრამ სხვა ადგილებიდანაც, რომ რუსებმა ნამდვილად გაშიფრეს კოდი იმისა, როგორ მოახდინონ არჩევნებზე გავლენა. უნგრეთი ვიქტორ ორბანი მშვიდობისა და ეროვნული პოლიტიკის გამო პრორუსად ცხადდება. მიზეზი ბრიუსელის მმართველი გლობალური ომის პარტიის რიტორიკასთან მისი შეუსაბამობა. ჩვენ გვყავს რუსული პარტია, რომელიც იღებს მკაფე ოპოზიციებს პუტინის დასაცავად. შემაშფოთებელია იმის ნახვა, როგორ იწყებენ ფლირტს რუსულ რეჟიმთან. ავსტრია ჰერბერტ კიკლს, რომელიც ავსტრიის ყველაზე რეიტინგული პარტიის ლიდერია და შესაძლოა სამთავრობო კოალიციაც ჩამოაყალიბოს, პრორუსად აცხადებენ. არგუმენტები არ არსებობს. მიზეზი მისი წინააღმდეგობა Deep State-ის, ანუ გლობალური ომის პარტიის მიზნებთან. ცენტრალური ევროპის პუტინიზაცია. ნიდერლანდები არჩევნებში გამარჯვებული ხერტ ვილდერი პრორუსად ირაცხება. ფაქტები არ არსებობს. მიზეზი მისი კრიტიკა ბრიუსელის პოლიტიკის მიმართ. ნიდერლანდების საპარლამენტო არჩევნებში ის იყო რუსეთისადმი ყველაზე მეგობრული. სლოვაკეთი რობერტ ფიცო ფაქტების გარეშე პრორუსად ცხადდება. მიზეზი ეროვნული და მშვიდობის პოლიტიკა, ომის დასრულების სურვილი. პროკრემლისტური კანდიდატი რობერტ ფიცო. შეერთებულ შტატებში უკვე დაიწყო გამოძიება CIA-ისა და FBI-ის ყოფილი ხელმძღვანელების წინააღმდეგ, რომელთაც ბრალად ედებათ 2016 წელს ტრამპის რუსეთთან კავშირებისა და რუსეთის ამერიკულ არჩევნებში ჩარევის შესახებ ინფორმაციის ფაბრიკაციაში. საქართველო იგივე ხელწერით ეროვნულ ხელისუფლებას უსაფუძვლოდ, უარგუმენტოდ აბრალებენ პრორუსულობას, ხელისუფლებას, რომელმაც საქართველოს ისტორიაში ყველაზე მეტად დააახლოვა დასავლეთს. ევროკავშირის წევრობა შეუთავსებელია მათ პოლიტიკასთან. შეუძლებელია იყო პროევროპელი და ამავდროულად პროკრემლისტური. საქართველო კიდევ უფრო დაშორდა ევროკავშირს და გაზარდა რუსეთის პირდაპირი გავლენა ქვეყნის არჩევნებზე. ასე მუშაობს აღნიშნულ ქვეყნებში არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ Deep State-ის, ანუ გლობალური ომის პარტიის სიცრუის პროპაგანდა.